ასე გამოიყურება თბილისის ხედი თანაინვესტირების ფონდის ახალი პროექტის მიხედვით, რომელმაც სოლოლაკის ბაღები, მაღლობი, ერეკლე მეორისა და თავისუფლების მოედნები ერთმანეთს საბაგიროებით და დახრილი ლიფტებით უნდა დააკავშიროს. ერთ-ერთი საბაგირო სადგური თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში აშენდება. გეგმის მიხედვით ისტორიულ და ცენტრალურ უბნებში 4 მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. ფონდის ინფორმაციით სამუშაოები რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს. უნიკალური პროექტი და გამორჩეული იმით იქნება, რომ 4 პროექტ შორის იქნება კავშირი საბაგირო გზით, ანუ ნებისმიერ დროს პიკის საათში ნებისმიერი კომპლექსიდან იქნება შესაძლებლობა, რომ სხვა კომპლექსში გადავიდეს სტუმარი. გადაადგილება თბილისის ისტორიულ უბნებში მინის პანორამული საბაგირო კაბინებით იქნება შესაძლებელი. პროექტის ღირებულება $9 მილიარდ აჭარბებს და ის მთლიანად ფონდის მიერ დაფინანსდება. ორგანიზაციის ინფორმაციით ტერიტორიის ნაწილს, რომელზეც ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს, თანაინვესტირების ფონდი მისი ერთ-ერთი დამფუძნებლისგან, ბიძინა ივანიშვილისგან იყიდის. პროექტ პანორამა თბილისისთვის საჭირო ფართობის ნაწილი სწორედ ყოფილი პრემიერ-მინისტრის საკუთრებაშია. თუ ისეთი გამოცდილების მქონე ბიზნესმენი, როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილია, ინვესტირებას მოახდენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, მე მგონია, რომ ამას ყველა უნდა მივესალმოთ. რაც შეეხება იმას, რომ მიწა უნდა იყიდოს თუ არა ფონდმა, ეს არის კონკრეტული პროექტის სტრუქტურირების საკითხი. პანორამა თბილისის პრეზენტაციას დღეს რეგიონული განვითარების მინისტრიც ესწრებოდა. თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია 4 ისტორიულ უბანში მასშტაბური მშენებლობების დაწყებას მხარს უჭერს. განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტი აქ არის სრულებით ახალი ხედვა წარმოდგენილი მასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტიპის სასტუმრო კომპლექსები ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული. პანორამა თბილისის პროექტ ჯერ არ იცნობენ მერიაში. თანაინვესტირების ფონდი მუნიციპალიტეტში გეგმას დასამტკიცებლად რამდენიმე დღეში გადააგზავნის. ჯერჯერობით ეს პროექტი თბილისის მერიაში არ შემოსულა, მშენებლობა განხორციელდება ისტორიულ ზონაში, ლანდშაფტურ ზონაში, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან სკულპტუროზული განხილვა. პანორამა თბილისის პროექტს დეტალურად ჯერ არც თბილისის ჰამქარში გაცნობიან, თუმცა დედაქალაქის ძველ უბანში მოსაოდნელ მასშტაბურ სამუშაოებს ორგანიზაციაში კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. თბილისის ჰამქარში ამბობენ, რომ თანამედროვე პროექტი საბაგიროებით, გამჭვირვალე შენობებითა და ლიფტებით თბილისის იერსახეს დაამახინჯებს. ერთ კონკრეტულ კონტექსტიდან ამოგდებულ ბიზნეს პროექტებს ვიღებთ და იმას გვინდა დანარჩენი ქალაქი მოვარგოთ, განსაკუთრებულ ისტორიულ არეალში. ამდენად ჩემი აზრით ეს ძალიან გაუაზრებელი და ვიტყოდი უპასუხისმგებლო იდეა. ასეთი პროექტები ანადგურებს ქალაქს. ახალი ხელისუფლება მოსვლისას ძალიან აქტიურად აპელირებდა და პოზიციონირებდა იმ საკითხს, რომ გადატანილ ყოფილიყო მშვიდობი, ეგრეთ წოდებული მშვიდობის ხიდი, შანგრილა და საკონცერტო დარბაზი. ეს პროექტი კონკრეტულად იმიტომ არ არის ცუდი, რომ ეს იყო მიშა სააკაშვილის დროს გაკეთებული. ეს არის ცუდი, იმიტომ რომ ის არის ძალიან უხეში ჩარევა თბილისის ისტორიულ ზონაში და მას აკანინებს და ანგრევს. ანალოგიური პროექტი და უარესის განხორციელებას აპირებს როგორც ჩანს დღევანდელი ხელისუფლება და მე მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება ბოლო წერტილი, ეს იქნება საბოლოო თბილისის განადგურება. ძველ თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ მშენებლობებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ კულტურის სამინისტროში. კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კი, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ქალაქის ძველ უბანში განხორციელებულ პროექტებს აკრიტიკებდა, თბილისის იერსახის შესვლის წინააღმდეგი რჩება. მარინე მიზანდარი ისტორიულ თბილისში მსგავსი მშენებლობების კანონმდებლობით დარეგულირებას ითხოვს. რაც შეეხება საბაგიროებს და მინის ხიდებს, შუშის ხიდებს, ეს უკვე ძალიან სერიოზული ჩარევა ქალაქის ისტორიულ ნაწილში. ამისთვის ჯერ მარეგულირებელი დოკუმენტი უნდა არსებობდეს, რომელიც განსაზღვრავს, სად შეიძლება ასეთი ჩარევა, სად არ შეიძლება. ვთქვათ, იმ უბნებში, სოლოლაკში იქნება ეს თავისუფლების მოედანი, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბირთვია თბილისის. თანაინვესტირების პროექტის მიხედვით სამშენებლო სამუშაოები პროექტის დამტკიცების შემდეგ 2 თვეში უნდა დაიწყოს. პროექტის ავტორების ინფორმაციით აშენდება მრავალფუნქციური კომპლექსები, სასტუმროები და ისტორიულ უბნებში 30,000 ნერგი დაირღვება.